10 შეკითხვაზე პასუხი გაცემულია ოფიციალური ბერლინის პოზიცია მმართველ გუნდს ეჭვები გაუძლიერა. ინფორმაციის დამალვად ფასდება წერილი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან დაკავშირებით გერმანულ ოპოზიციურ პარტიას უპასუხა. ოფიციალური ბერლინი არასახელებს იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ბოლო წლებში სხვადასხვა პროექტისთვის სწორედ გერმანიიდან დაფინანსდნენ. ჩარიცხული თანხების ოდენობა სოლიდურია, მიზნად პლურალიზმის და დემოკრატიის გაძლიერებას ახალდება. თუმცა სენსიტიური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის არგუმენტით და ნდობაზე მითითებით მიმღები ორგანიზაციების სახელებს გერმანიის საგარეო უწყება საიდუმლოდ ტოვებს. საკუთარი ქვეყნის მთავრობას 10 კითხვით ბუნდესტაგიდან მიმართეს. ოპოზიციური პარტია ალტერნატივას გერმანიისთვის დაინტერესდა, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდნენ ბოლო 5 წელიწადში საქართველოში გერმანიის მთავრობისგან, რა მიზნით და რა პროექტებზე დაიხარჯა თანხები და იყო თუ არა რაიმე ფორმით ამ თანამშრომლობაში ჩართული თავად გერმანიის ელჩი. საუბარია პეტერ ფიშერზე, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არგუმენტით ქართული ოცნების მწვავე კრიტიკის ადრესატად იქცა. დიპლომატის საგარეო უწყებაშიც კი დაიბარეს. ახლა ელჩი კონსულტაციებისთვის გერმანიაშია გაწვეული. გერმანიის მთავრობას ბუნდესტაგიდან რამდენიმე დღის წინ მიღებული 9 შეკითხვისთვის დეტალურად რომ ეპასუხა, სააშკარაოზე ალბათ ბევრი რამ გამოვიდოდა. თუმცა პასუხი, რომელიც არაფერს პასუხობს, მაინც ბევრს ამბობს. მაგალითად, ანგარიშვალდებულების ხარისხზე ან რიგითი გერმანელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობაზე, რომელიც როგორც ირკვევა, არც ისეთი გამჭვირვალეა და საიდუმლოდაც ინახება. 150-მა გერმანელმა კანონმდებელმა 22 ოქტომბერს საკუთარ მთავრობას დეტალური ინფორმაცია კი სთხოვა იმაზე, საქართველოში რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ გერმანულ ფულს და კონკრეტულად რისთვის, ან რა როლი ჰქონდა ამ ამბავში ელჩ ფიშერს. თუმცა იქ სადაც მიმღები NGO-ების ჩამონათვალი, მათი ხარჯთა რიცხვი და ანგარიშები უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ის იკითხება, რომ საქართველოში ფული ნამდვილად იგზავნებოდა. აი ვისთან და რისთვის, ამაზე წერილი ინფორმაციას ისე ინახავს, როგორც ახსარების საიდუმლოს. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორი ორგანიზაციების საჯარო დასახელება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მზარდი რეპრესიული კლიმატის ფონზე რისკს უქმნის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას და ორგანიზაციებში მომუშავე პირებს. მომუშავე პირებს ან თავად ორგანიზაციებს რატომ შეიძლება შეექმნათ საფრთხე თუ გერმანიის მთავრობის ნაწყალობები თანხა უანგაროდ ხმარდება სიკეთეს ერთია. თუმცა ამ მოკლე წერილში, რომელიც თითქოს არაფერს ამბობს, მაინც იკითხება მრავლის მთქმელი დეტალი. იქ სადაც ფედერალური ბიუჯეტიდან გასაიდუმლოებული NGO-ებისთვის გადმორიცხული თანხების საერთო წლიური მოცულობები ჩანს, შავით თეთრზე წერია, რომ წინა წლებში გადმორიცხულ ევროებს მინიმუმ 2-ჯერ ან 3-ჯერ აღემატებოდა ის ფული, რომელიც ქართულმა ორგანიზაციებმა 2024 წელს, ანუ საპარლამენტო არჩევნების წელიწადს მიიღეს. სხვათა შორის იმ არჩევნების, რომლის შედეგების აღიარებაზეც ფინანსურად შეძლებულმა NGO-ებმა უარი თქვეს და ქუჩის პროტესტი არჩიეს. რა გააკეთეს ქართულმა NGO-ებმა შარშან არჩევნებისას, ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ჩართულობა ამ NGO-ების, ეს იყო საარჩევნო თაღლითობა ის ფედის და მსგავსი სადამკვირვებლო ეგრეთ წოდებული ორგანიზაციების მხრიდან და ეს იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტზე შტურმი. ამაში გერმანიის მთავრობამ შარშან სწორედ ამგვარი NGO-ებზე რეკორდული რაოდენობის თანხა დახარჯა. ასე რომ ესეც მნიშვნელოვანი მითითებაა და მესამე, მე იქ ვნახე, რომ საუბარი იყო თითქოს არ უმხელენ საკუთარ მაკონტროლებლებს, ესეც ხომ რამხელა პარადოქსია, რომ მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელს უმალავს ინფორმაციას. და მაინც რა მოხდებოდა ეს ინფორმაცია რომ გამჟღავნებულიყო? შეკითხვა ბევრია. მაგალითად აღმოჩნდებოდნენ თუ არა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულთა შორის ის ქართული ორგანიზაციები, რომლებსაც პროკურატურა ახლა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ძალადობრივ მოქმედებასა და სახელმწიფოს საბოტაჟს ედავება. ძირითადად იმის გამო, რომ გამოძიების ინფორმაციით უცხოური დონორების ფულს ადგილობრივი ორგანიზაციები აქციის მონაწილეების ეკიპირებაში და მათთვის საჭირო ატრიბუტიკაში ხარჯავდნენ. ბუნებრივია საქმე სულ სხვაგვარ სახეს მიიღებს, თუ მაგალითად გაირკვევა ან აღმოჩნდება, რომ სადღაც გერმანიაში ერთი მოქალაქის გადახდილი გადასახადით სხვა ქვეყანაში სხვა მოქალაქე პიროტექნიკას ყიდულობდა პარლამენტის შტურმისთვის. ან მაგალითად გერმანული ფულით იღებდნენ ხელფასი სექტორები, რომლებიც რუსულს ეძახდნენ არჩეულ მთავრობას, ანტისახელისუფლებო პროტესტებს თავად აორგანიზებდნენ და მერე ამ საპროტესტო სცენებიდანაც თავადვე ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას. არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს და არა რუსული ტიპის მმართველობას ჩვენს ქვეყანაში.
ამ განცხადებებიდან მოცემულ მომენტამდე არასამთავრობო სექტორის საპროტესტო სცენაზე მსგავსი ნარატივით არაერთხელ მდგარა. მაგრამ რომელ მათგანს ერგო წილი გერმანული დაფინანსებიდან და თუ ერგო რამდენი ჯერჯერობით უცნობია, რადგან გერმანიის მთავრობა თანხის მიმღები ორგანიზაციების ვინაობას არ უმხელს ბუნდესტაგში ოპოზიციურ ფლანგს. ამ დროს AfD, რომელიც დეტალურ ინფორმაციას ითხოვდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფია, რომელიც პარლამენტში 151 მანდატს ფლობს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის დასჯერდება თუ არა გერმანული პარტია მთავრობის მოკლე პასუხს, თუმცა ეს პასუხი უფრო მეტ შეკითხვას აჩენს საქართველოში, მმართველ პარტიაში, სადაც დიდი ხანია დარწმუნებულები არიან, რომ კეთილშობილური მიზნებით შეფუთული ევროპული ევროები საქართველოში არც ისე კეთილშობილური ზრახვებისთვის იხარჯება. ის რომ კონკრეტული ორგანიზაციების გამჟღავნების სურვილი არ აქვთ შესაბამის ბიუროკრატებს, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ სინამდვილეში NGO-ებს კი არა, პოლიტიკურ აქტორებს და პოლიტიკოსებს ხმარდება ეს თანხა, რაც უხეშად ნიშნავს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და ცხოვრებაში ჩარევას. სიცრუეა, რომ თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები არის შეზღუდული და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაეცა გერმანიის მხრიდან, გერმანიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში დაფინანსების საკითხებს. გამჭვირვალობა, რომელზეც ჩვენ ასე ვსაუბრობთ, ჭირდება არა მარტო ჩვენ საზოგადოებას, როგორც ჩანს, ჭირდება გერმანულ საზოგადოებასაც. და მაინც, თუ თანხების მიზნობრიობაში არაფერი საეჭვო არ არის, მაშინ უპასუხოდ რჩება შეკითხვა, რატომ ინახება მიმღები ორგანიზაციების ნუსხა საიდუმლოდ. ამ შეკითხვას საქართველოში პასუხს ვეღარც გერმანიის ელჩი გასცემს, რომელიც 2 კვირის წინ საკუთარმა მთავრობამ კონსულტაციებისთვის გაიწვია. ოფიციალურმა ბერლინმა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მოკლედ ელჩზე თავდასხმებით ახსნა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ იგივე გერმანულმა ოპოზიციამ გაწვევის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე შეკითხვები საკუთარ მთავრობას პეტერ ფიშერის საქმიანობაზეც დაუსვა. ეს შეკითხვები AfD-მ შესაბამის უწყებებს უფრო ადრე გაუგზავნა, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით დაინტერესდებოდა.